ვითარდება ევროკავშირთან სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობები. წინა კვირას ევროკომისარი მარტა კოსი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ის აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვია, თუმცა საქართველოს არა. ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებით, კოსის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს უკავშირდება და მიზნად ისახავს რეგიონში ევროკავშირის თანამშრომლობის გაძლიერებას და რაც შეეხება საქართველოს პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ ბრიუსელი სერიოზულად არის შეშფოთებული ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლითა და ევროკავშირის გზიდან კიდევ უფრო დაშორებით, რაც ფაქტობრივად ევროკომისიის ვიზისგან თავის შეკავების მიზეზად დასახელდა. რამდენიმე წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სომხეთი ერთ დღეს უფრო ახლო შეიძლება იყოს ევროკავშირთან ვიდრე საქართველო, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით თუ საქართველო გააგრძელებს ის საგარეო პოლიტიკის გატარებას, რასაც ატარებს, მაშინ უფრო დაშორდება ევროკავშირს. ამ კითხვაზე ვისაუბრებთ რეალპოლიტიკის ანალიტიკოს გიორგი ლოლაძეს, რომელიც ჩაგვერთება თბილისიდან. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან უცნაურია თქვენ რაც ახსენებთ, მაგრამ ეს სხვადასხვა მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა და ამაში პრინციპში ლოგიკურია, ხო, დავიწყოთ ალბათ იქიდან, რომ 2020 წლის ომი, ყარაბაღის მეორე ომი იყო გადამწყვეტი მოვლენა ამ თვალსაზრისით, რამაც კავკასიაში ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი ძვები გამოიწვია, მათ შორის საქართველოს მიმართაც თქვენაც ახსენეთ. პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ ამ ომში სომხეთმა დაინახა და სომხურმა საზოგადოებამ დაინახა, რომ რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი და მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ODKB-ს წევრები არიან, რუსეთის და რუსეთმა თავისი ვალდებულებები არ შეასრულა თუ ყარაბაღის დაცვისას, არამედ მე უკვე როდესაც სომხეთის აღიარებულ საზღვრების ტერიტორიებზეც დაიწყო საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანის მხრიდან, მაშინაც რუსეთს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ამის შემდეგ ჩვენ ასაც ვხედავთ ეს საზოგადოებრივი აზრის კვლევებში სომხეთის შიგნით ვხედავთ, რომ როდესაც ისმება კითხვა, ვინ არის სომხეთის ყველაზე სანდო პარტნიორი, მოკავშირე და ასე შემდეგ, ვხედავთ, ადრე თუ დავუშვათ 10 წლის წინ, 5 წლის წინ, 5 ცოტა ვთქვი, 10 წლის წინ, 15 წლის წინ იქნებოდა აუცილებლად რუსეთი, პასუხი პირველ ადგილზე საზოგადოების მხრიდან. ახლა უკვე რუსეთი აღარ არის პირველ ადგილზე, აქ ხდება საფრანგეთი, ევროკავშირი, ინდოეთი, ირანი, სხვა ქვეყნებს პასუხობს საზოგადოება, იმიტომ რომ დაინახა საზოგადოებამ, რამდენად არასანდო პარტნიორია და რამდენად არ შეიძლება მასზე დაყრდნობა. სწორედ აქედან ამოდის მერე უკვე ის პოლიტიკა, რომელსაც სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება აწარმოებს. ამას ჩვენ შეგვიძლია უწოდოთ მულტილატერალიზმი, ან რაღაც მულტიპოლარული სამყაროს გააზრება და სხვადასხვა პოლუსებთან დაახლოების მცდელობა. მე არ ვიტყოდი, რომ პროევროპულია სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება. მე ვიტყოდი, რომ სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად დააბალანსოს რუსეთის გავლენები, მაგრამ ეს გააკეთოს ისე, რომ აზერბაიჯანის და სხვა ტრადიციული მოწინააღმდეგეების, რეგიონული მოწინააღმდეგის მიმართ მარტო არ დარჩეს და ყავდეს მოკავშირეები. სწორედ ამას ემსახურება მათ შორის პროევროპული ნაბიჯების და რეფორმების და დაახლოების მცდელობები ევროკავშირთან. ამას ემსახურება ინდოეთთან აღმოვებული ურთიერთობა. ამას ემსახურება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ნახეთ ჩვენ ჩინეთში აღლუმსაც ესწრებოდა როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის ლიდერები და ამას ემსახურება შენარჩუნება ირანთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობის, რომელიც ყოველთვის ჰქონდა სომხეთს და ასევე ვიცით, რომ ირანს ძალიან რთული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, არ ვიტყოდი რომ მტრული, მაგრამ რთული ურთიერთობა აქვს ბევრი ისტორიული თუ სხვა ტიპის მიზეზების გამო და მათ შორის იმის გამო, რომ აზერბაიჯანი არის ირანის მთავარი მტრის ისრაელის სტრატეგიული პარტნიორი. აზერბაიჯანი აწვდის ისრაელს ნავთობის საერთო მოხმარების სადღაც 60%-ს, ასევე აზერბაიჯანი ყიდულობს ისრაელისგან ძალიან დიდი რაოდენობით შეიარაღებას, მოკლედ აი ეს სტრატეგიული ვითარებაა დღეს კავკასიაში. და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, სომხეთის ხელისუფლების მიზანია, რომ აი ეს ორი ამოცანოს მიაღწიოს. ხო, ერთი არის რუსეთის გავლენის შემცირება, რომელიც აკონტროლებს სომხეთში ენერგეტიკულ სექტორს, გაზმომარაგებას, რკინიგზას, ასევე სამხედრო ბაზა აქვს სომხეთის ტერიტორიაზე
და ამ ყველაფრის დაბალანსება და თან გარანტიების შენარჩუნება, რომ არ იქნება ახალი ომი და ახალი სამხედრო დაპირისპირება, იმიტომ რომ სომხურ საზოგადოებაზე ძალიან მძიმე დაისახა 2020 წელს და 2023 წელს. გიორგი, რომ დაბრუნდეთ ევროკავშირთან ურთიერთობების თემა. ახლა ძალიან საინტერესოა და ჩვენ მაყურებლებს ასევე გვთავაზობთ, რომ რა ეტაპზეა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები და ამ თემაში სად არის სომხეთი. როგორ შეიძლება განვითარდეს სომხეთის და ევროკავშირის ურთიერთობებიც? ზოგადად ამგონია, რომ ამ პოლიტიკის გამტარებელ საქართველოს ხელისუფლებასთან რამე საუბარი აქტიური შეიძლება გქონდეს ევროკავშირის იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო აღარ მიიჩნევა იმ ქვეყნად, რომელიც ერთი სანდო პარტნიორია და მეორე, რომელიც მოწადინებულია რეფორმების წესრიგის გატარებისკენ, რომელიც დაახლოებით ევროკავშირის სტანდარტებთან, აქედან გამომდინარე რაღაც კონტაქტები რა თქმა უნდა არსებობს და ეს ყოველთვის გაგრძელდება, იმიტომ რომ კანდიდატის სტატუსი აქვს საქართველოს. შემდეგ, მაგრამ ამის მიღმა თამამაჩებულია თქვა, რომ კავკასიაში თავარ არ ვიცი რა შეიძლება დავარქვათ, მიუხედავად რომ სომხეთი ბევრად უკან არის ესე ფორმალური სტატუსით, ხო, არც კანდიდატია, არც ვიზომი მოსვლა აქვს, არც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც ძალიან რთული იქნება სომხეთისთვის, იმიტომ რომ ევრაზიული კავშირის წევრია სომხეთი და ეს შეუთავსებელია ერთმანეთთან, ვიცით, მაგრამ ამის მიუხედავად აღქმები ხო ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგჯერ აღქმები უფრო სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანების გონებაზე, ვიდრე ფაქტები, ხო და ნებისმიერ მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმზე, რომელსაც მათ შორის მეც დავსწრები ვარ და რომელსაც პოლიტიკოსები, ექსპერტები, ანალიტიკოსები ესწრებიან სხვადასხვა პანელებზე ისმენ კავკასიის საკითხების განხილვას, ყველგან ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, მთავარი განხილვის თემა დღეს არის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება, სომხეთის პოლიტიკა, შიდა და საგარეო, რუსეთის მცდელობები, რომ სომხეთის შიდა პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს და ასევე ძალიან აქტიურად განხილება 2026 წლის არჩევნების პერსპექტივები სომხეთის, რას მოიტანს ეს არჩევნები, რა დოზით ჩაერევა რუსეთი მასში და რამდენად ეცდება სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებით, რომ შეცვალოს ხელისუფლება და მე შეცვალოს ის კურსი, რომელიც არჩეული აქვს სომხეთის ახლანდელ ხელისუფლებას. რაც შეეხება ევროკავშირის გზაზე სომხეთის ინტეგრაციას, ასე ვთქვათ, ეს ძალიან შორი გზაა, ხო, ეს იქიდანაც გამომდინარე, რაც მე ვახსენე, რომ მათ შორის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, ხო, რა იწვევს ამ დამოკიდებულებას, იწვევს ის, რომ იზოლირებულია სომხეთი აღმოსავლეთითაც, დასავლეთითაც და საქართველოს გავლით დაკავშირებულია რუსეთთან, სამხრეთით ირანთან. ამის გარდა ვიცით, რომ ეს რეფორმების და ინსტიტუციური მდგრადობის თვალსაზრისით ასევე უკან არის ბევრი თვალსაზრისით და არის ის ტრადიციული კავშირები მას არ გააჩნია ამ სივრცესთან, რაც მოიტანა ამ 90-იანი წლების ომებმა პოსტსაბჭოთა სივრცეს და აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ხა იმის თქმა, რა დონეზე შეიძლება მივახლოვდეს ევროკავშირის სომხეთი. ამაზე ემატება ის, რომ თავად ევროკავშირის შიგნითაც სხვადასხვა ქვეყნებში უფრო და უფრო ზოგადის საპარლამენტო თუ სხვა უკრების არჩევნებზე ევროსკეპტიკური განწყობების დასხედავთ, ხო, რაც რა თქმა უნდა გაფართოების დღის წესრიგს და ევროკავშირის გაფართოების სურვილს არ ასახავს და ამისკენ არ უბიძგებს ჯერ თავიანთ ხელისუფლებებს და ბოლოს რა თქმა უნდა თავად ევროკომისიას და ევროპულ სტრუქტურებს. აქედან გამომდინარე მაქსიმუმი ალბათ ასეც შევაველოდოთ არის შეიძლება ეს იყოს ვიზომი მოსვლა. თავისუფალ ვაჭრობაზეც ფრთხილად ვიქნებოდი მე იქიდან გამომდინარე რაც უკვე ვახსენე, არის თუ არა მზად სომხეთი როგორი თქოს ეს ევრაზიული კავშირის და ოდკბ-ს და ამ ორგანიზაციების დატოვება არ არის უბრალოდ სურვილის საკითხი, ხო, ეს რისკები ახლავს ამას თავს, ამასთან და ამ რისკების აღებისთვის მზად ჩემი აზრით არ არის სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება, იქიდან გამომდინარე, რომ ის უკვე დგამს ძალიან ბევრ არაპოპულარულ ნაბიჯს, რომელიც საზოგადოებაში დიდ კრიტიკას იმსახურებს და კიდევ მსგავსი ხისტი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ძალიან ძვირად დაუჩნდეს. აქედან გამომდინარე, ეს გრძელი პროცესი მგონია და
რაღაცას გადაწყვეტს მომავალი წლის არჩევნების შემდეგ რა ლეგიტიმაცია ექნება ამ ხელისუფლებას, ან საერთოდ შეინარჩუნებს თუ არა ხელისუფლებას მმართველი ძალა. მადლობა გიორგი. ჩვენ კიდევ არაერთხელ დავბრუნდებით ევროკავშირის თემას, რადგან ამ მიმართულებით მართლაც სწრაფად ვითარდება მოვლენები.